სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელი კითხვითაც დავასრულებთ. ბოლოს სიტყვასაც წარმოთქვის ჯონი ძალიან საინტერესო სხვათა შორის და ამით დაიხურება 25 განყოფილება. ეს კითხვა ადრეც დაისვა, ეს ეხება იეჰოვას მოწმეებთან დამოკიდებულებას და იმას თუ რა უპასუხოთ მას, როგორ მოვიქცეთ მათთან მიმართებაში. და მე მგონი კიდევ ძალიან პრაქტიკული იქნება და საქართველოშიც ბევრს აქვს ასეთ პრობლემასთან საქმე, იმიტომ რომ ისინი ძალიან გააქტიურებულები არიან ყველგან. უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთში მე რო ჩავედი 90 წელს პიკში იყო ეს მოძრაობა, ეხლა უფრო დაიწია, მაგალითად ქუჩაში ნაკლებად ხედავ როგორც მორმონებს, ასევე მათ. როცა ძალიან აქტუალური იყო, ესეც უნდა აღვნიშნო ეს ტენდენცია, რომ ისეთი როგორც ყველაფერი, რომ იწყება ენთუზიაზმი დიდია რაღაცაში და მერე ქრება, რომელიც ღმერთიდან არ არის. როცა ჭეშმარიტი ქრისტიანობა ხო ხედავთ, როდის დაიწყო რითი ერთი პიროვნებით იესო ქრისტეთი და ნახეთ დღესაც როგორ გრძელდება. ასე რომ რაც ყალბია, რაც ღმერთიდან არის, ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დამთავრდება დასასრული აქვს. მხოლოდ მარადიულია ის, რაც სული წმინდიდან და ღმერთიდან არის ბოძებული და დაწყებული. მოდით მოვუსმინოთ ამას და ამითი დავხუროთ ეს დღევანდელი ჩვენი საუბარიც. მადლობა მსმენელებს, რომლებიც ჩართულები არიან და ისმენენ ამ სიტყვას. როცა იეჰოვას მოწმეები მოდიან, უნდა უთხრათ მათ, რომ ისინი ცდებიან, მე ესე დავასათაურე. და იგივე კითხვის დამსვენებლად, რომელიც წინა კითხვა დასვა აგრძელებს. დიახ, ჩემი მეორე შეკითხვა ეხება იმ დისკუსიას, რომელიც ჩვენ ქონდა ოკულტიზმის თემაზე ჩვენს კლასში და მე მინდოდა მცოდნოდა, თუ იეჰოვას მოწმე მოგიახლოვდა, ან კარზე დაგიგაკონათ, ჩვენ უნდა უთხრათ მათ, რომ მათი რელიგია სწორი არ არის? რას ეთყოდით თქვენ ჯონ მას? და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, მე არაერთხელ აღნიშნია ეს, მე აუცილებლად ვეთყოდი, რომ ისინი ცდებიან. პირველ რიგში ეს არის დამოკიდებულება ჩემი ამ სიტუაციასთან მიმართებაში. როდესაც იეჰოვას მოწმეები მოდიან ჩემს სახლში და სწულთ რაღაცა შემოთავაზონ, თავიანთი რაღაცა იდეები, მასწავლონ, პროპაგანდა გაწიონ, მე ამას არ უშვებ და არ ვაძლევ მათ ამის უფლებას. მე მათ ვექცევ ისე, როგორც ჩვენ იონე გვეუბნება ცრუ წინასწარმეტყველებს და ესე აღვიქვა მათ, ასე რომ მე მათ უპირისპირდები. არ ვიცი, არის თუ არა ის, რაც ყველამ უნდა გააკეთოს, ეს თქვენს შესაძლებლობაზე ინტელექტუალურზე მიუთითებს, მაგრამ მე ადრეც აღვნიშნე, მაშინ იმოქმედეთ იმ მითითებით, რასაც იოანე ამბობს გახსოვთ თავის წერილში, რომ კარი არ გაუღოთ, არ დაუთმოთ დრო და არ მიცეთ მას საშუალება, რომ თავიანთი სისულები თავზე მოგახვიონ. მე უბრალოდ ვეუბნები, თქვენ ხართ ცრუ წინასწარმეტყველები, რომლებიც ავრცელებენ ლანძღვას, ტყუილებს, სიცრუეს და წარმოადგენენ სატანას. და ამიტომ მე მათ ვერ მოვისმენ. მაგრამ მეორეს მხრივ, თუ თქვენ გსურთ ჭეშმარიტების მოსმენა, მე სიამოვნებით მოგიყვებით ამის შესახებ. და წარმოდიდგენთ ხა ვინ მოუყვება ჭეშმარიტის შესახებ თუ არა ჯონ მაკარტური, მაგრამ თუ თქვენ არ აგებთ ამის საშუალება, სწორია რომ თქვენ არ უნდა მოიქცეთ ესე. და ეს ხშირად აგრძელებს ჯონ მაკარტური, შოკის მომგვრელია მათთვის. და თქვენ უნდა გააცნობიეროთ და თქვენ უნდა იცოდეთ რასაც უფალი აკეთებდა, აი როგორ მოიქცეოდათ თვითონ იესო ქრისტე და რას გააკეთებდა პავლე მოციქული იგივე სიტუაციაში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს ხალხი უბრალოდ თანმიმდევრული ვერ არის, ვერ იქნება. იცით? და ხშირად შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი მათ რაღაცა მოწყალებით უყურებენ, პატივისცემით უყურებენ. ამიტომ რაღაცა არსებობს ბალანსი მათთან ურთიერთობის. არც ზედმეტად ჩვენ უნდა ვიყოთ უხეშები და არც ზედმეტად უნდა გაუღოთ კარი და დაულაგოთ ყურები მათ. თქვენ თუ გინდათ იყოთ მოსიყვარული და მგრძნობიარე მათ მიმართ, მაგრამ მაშინ თქვენ უნდა ხშირად ასევე უნდა გააკვიროთ და შოკი მოგვაროთ მათ. აი ეს არის რეალობა. იმიტომ რომ მათ არავინ არ უპირისპირდება და არ ეუნება საპირისპიროს. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ისინი ჩვეულებრივი, ჩვენაირი ადამიანები არიან. მათ აქვთ ემოციები, მათ აქვთ ეჭვები. მხოლოდ მათი ეჭვები უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ეჭვები, რადგან მათ არ აქვთ სიმართლესთან მისასვლელი, მათ არ აქვთ ჭეშმარიტება. და უფალი ვერ აძლიერებს მათ რწმენას. იმიტომ რომ ისინი არ იცნობენ უფალს, ისე როგორც ის ბიბლიაშია მოწოდებული. ასე რომ ეს ყველაფერი ადამიანური კუთხიდანაც შეიძლება დასანახია. იმიტომ ეს არის ადამიანური სისტემა, რაც მათ მოიგონეს
და რასელისტები შეიძლება მათ უწოდოთ უფრო და მათ აქვთ დაეჭვება. და შეიძლება თუ თქვენ იქნებით ძლიერი მათ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა სიყვარულით, ძალიან ძლიერად, შეიძლება შეარყიოთ და ის სიყალბე და სიწრუე გამოდევნოთ მათგან. დააეჭვოთ ისინი უფრო მეტად. ასე რომ მე არ ვაძლევ მათ უფლებას ჩემთან გაწიონ პროპაგანდა, მაგრამ თუ მათ სურთ, თუ მათ აქვთ ნებელობა, რომ მოისმინონ სიმართლე, მე ამის საშუალებას ვაძლევ. გასაგებია? დიახ, მადლობთ, ჩვენ გასაგებია. კარგით, მაშინ ამითი დავამთავროთ დღეს. ეს იყო ძალიან კარგი კითხვები უნდა ვთქვათ, ნამდვილად შესანიშნავი კითხვები იყო დაცმული და ეს გარკვეულწილად ეს ძალიან სასარგებლო დრო იყო. თქვენ იცით რომ მე ძალიან ვსიამოვნებს ამის გაკეთება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ ერთმანეთს, თუ რა გვიჭირს, რა გვილხინს და რა ტრიალებს ჩვენს გულში. მაგრამ რასაც მე ვხედავ, არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა, უკვე ასაკობრივი ბარიერები მოიხსნა და ჩვენ ხედავთ უკვე კითხვებს სვამენ, როგორც მოზარდები, ასევე ქალები, მამაკაცები, მოხუცებული, აღარ აქვს მნიშვნელობა და ეს ძალიან ძალიან სასიხარულოა. და იმედი მაქვს რომ კიდევ გაგრძელდება ეს და ასობით კითხვა დაისმევა, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ჯერზე ყველაფერს ჩვენ ვერ მოვასწრებთ, მაგრამ შემდეგ კვირასაც გვექნება საშუალება და თუ საშუალება გვექნება ყოველთვისაც რომ ჩავატაროთ ხოლმე ესეთი სესიები, მე მგონი არ გვაწყენს. მე ამიტომ მინდა რომ გავიგოთ თქვენ გულში რა არის, მოვისმინო ისინი და შეძლებს დაგვარად უპასუხო. ეს არის ერთგვარი რაღაცა ოჯახური დრო, რომელიც ჩვენ დავყავით ერთმანეთის გვერდზე და ყოველთვის ეს ბიბლიურ რაღაცა ხასიათს და რაღაცა ბიბლიურ ურთიერთობასაც მახსენებს ხოლმე. მე ძალიან ვაფასებ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დრო არის, რათა ყველა გამოხმაურებებს მე მოусმინო. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ როდესაც შუალედებში გაგიჩნდებათ ესეთი კითხვები, მოგვაწოდოთ, დაწეროთ წერილები, მიცეთ ჩვენ თანამშრომლებთ, ესაუბროთ უხუცესებს, ლიდერებს, თქვენ სამწყსოს, თქვენი ჯგუფის ლიდერებს და აცნობოთ მათ, რაც თქვენ გულშია, რასაც გძნობთ, რასაც ფიქრობთ, რაც ჩვენ ეკლესიას წაადგება. ჩვენ გვინდა რომ გრეისის ეს ჩვენი მადლის ეკლესია იყოს ძალიან, ძალიან მგრძნობიარე და მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან, სამწყსო რომელიც არის ღვთის ხალხი. და ეს არის ერთ-ერთი პატარა გზა, ეს ჩვენი კითხვა-პასუხები, რომლითაც შეგვიძლია ამის გაკეთება, რომ დაუახლოვდეთ ერთმანეთს და უფრო იყოს ჩვენი მსახურება უფრო მჭიდრო და მგრძნობიარე. ასევე ნება მომეცით რომ მოგაწოდოთ აუდიო ფირები ჩვენი სამინისტროს ანატომიის შესახებ, როგორც ვილაპარაკებე, ეკლესიის ანატომიის შესახებ, რომელიც იმედია რომ კიდევ დამატებით ინფორმაციას მოგცემთ და ასევე არის ძალიან ბევრი სხვადასხვა აუდიო ფირები. თქვენ თუ მიხვალთ ამ აუდიო ფირების მსახურებასთან მან ოთახში, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი საგნის ინდექსით მოძებნოთ ის თემატობრივად კონკრეტულ თემაზე, რომელი აუდიო ფირი თქვენ გაინტერესებთ. და უფრო გაიღრმოვოთ ამის შესახებ ცოდნა. ასევე არის წიგნის შესანიშნავი მაღაზია, რომლებიც დატვირთულია მთელი მასალებით. ჩვენ ძალიან მშვენიერი წიგნის მაღაზია გვაქვს და ვიღაცა მითხრა გასულ დღეს, რომ ჩვენ აქ უფრო მეტ წიგნებს ვხედავთო, ვყიდულობთო, ვიდრე სპეციალურად ცალკე მაღაზიაში, ქრისტიანულ მაღაზიებშიო. და ეს შესანიშნავია. ეს პიროვნება კი იყო მისისიპის დასავლეთიდან ჩამოსული. ასე რომ ხალხი უსმეს, კითხულობს და აკვირდება უფრო მეტად სწავლობს ბიბლიურ საკითხებს. და არსებობს ამისათვის უამრავი წყარო. თქვენ შეგიძლიათ ესენი იპოვნოთ, რომელიც დაგეხმარება წმინდა წერილის შესწავლაში. ასე რომ ააშენეთ, მოაწყოთ კარგი ქრისტიანული ბიბლიოთეკა, მიიღეთ უამრავი რესურსი ამის შესახებ და შედით მოითხოვეთ კარგი წიგნები. სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ ზოგიერთი თეოლოგიის შესახებ, ზოგიერთი ბიბლიის შესახებ, ბიოგრაფიული და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ჩვენი შეხვედრები ძალიან გამამხნევებელია, როდესაც თქვენ სვავთ კითხვას და მეუნები და მაწვით იმას თუ რა არის თქვენს გულში. და ღმერთი როგორ მუშაობს ყოველ თითოეულ ჩვენთანში. მე რასოდეს არ დამავიწყდება, ადრეც ვახსენე, როდესაც NBC-ის ტელევიზია იყო ჩვენთან და ჩვენ გქონდა მაშინ დისკუსიები იმის შესახებ,
და ამაზე იყო ლაპარაკი და ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ ქალები, ქრისტიანი ქალები ყველანი სახლში დიასახლისები იყვნენ თუ ზოგიერთი მუშაობდა კიდევაც. ამ პრობლემთან იყო დისკუსიები და ინტერვიუები აიღეს. მეც მივიღე მონაწილეობა ჯეს მარლოს ინტერვიუში მეოთხე არხზე და იქ ვიღაცამ მკითხა, იცით რა იყო საოცარი? ჩვენ როდესაც გამოვედი და გამოვკითხეთ ყველა ეს ქალი, რომლებიც ეზოში იყვნენ თქვენ ეკლესიაში, ისინი ძალიან ინტელექტუალური ქალები გამოჩნდნენო. ეს არის რაც მან თქვა, რომ ისინი ჭკვიანი ქალები ჩანდენო. მათ უბრალოდ არ შეუძლია დაიჯერო, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ინტელექტუალური ადამიანები და გვწამდეს ის, რისი ჩვენ გვჯერა, ანუ ბიბლიის და ცოცხალი ღმერთის. და სხვა ეკლესიები როცა გვიყურებენ, რაღაცნაირად თვლიან, რომ თითქოსა ჩვენ ავართ ვიწრო აზროვნების, სწორხაზოვანი, სუპერფუნდამენტალისტები. იცით ხომ, რომლებიც ზედმეტად მისდევენ იმ ყველაფერს, რაც წმინდა წერილშია. ძალიან ბევრ ეკლესიაზე ესეთი შტაბეჭილება აქვთ, ძალიან ბევრს და როცა ჩვენ ხალხს შეხვდენ ჟურნალისტები, ისინი გაოცებული დარჩნენ. როცა ჩვენ უყურებთ და ვსწავლოთ ბიბლიას, ჩვენ გვინდა რომ ეს ჩვენი ცხოვრების წესად განხორციელდეს. და ეს ცხოვრების წესი არის უზარმაზარი თავისუფლებით. მაგრამ ამავე დროს ღმერთის მორჩილებით თავისუფლებით. მისი კურთხევის გამოცდილების თავისუფლება. და ეს არის ყველანაირად არალეგალისტური გაგებით. მაგრამ ზოგიერთი ადამიანები, იცით ხომ, მაინც დამფრთხალი არიან ხოლმე, როდესაც ჩვენთან აქვთ საქმე. ასე რომ საოცრად მანუგეშებელი იმის ცოდნა, თუ სად არის თქვენი გული, საიდან მოდიან თქვენი კითხვები და როგორც აღვნიშნე, ჩვენ ახლა ვხედავთ უკვე ახალგაზრდა თაობას, რომელიც უკვე გვემატება და ისინიც დაინტერესებულები არიან უკვე. და ეს ხიდები უკვე იდება ჩვენ აუდიტორიას შორის. ჩვენ უბრალოდ გვინდა ამ საღამოს დახურვა, არაფერი ფორმალური, მხოლოდ ლოცვით. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ძალიან გვიან წავიდეთ, ამიტომ თუ კითხვები კიდე გაგიჩნდებათ, ხალხნახან შეიძლება ხოლმე რომ მოიწეროთ, დაწეროთ და შეძლებს დაგვარად ჩვენ მომავალშიც გავცეთ მათ პასუხებს. ჩვენ აუცილებლად დაბრუნდებით მომავალ კვირას, თუ უფალი ინებებს და რომაელთა მეცხრე თავს განვიხილავთ, რათა გავარკვიოთ აი ეს პრობლემა, რომელიც ერთი წუთის წინ იკითხა მამაკაცმა ღმერთის განსხვავებული სიყვარულის შესახებ. მთელი სამყაროსადმი არჩეულთა წინასწარ განზრახვის შესახებ და ჩვენ ვაპირებთ დეტალურად რომაელთა მეცხრე თავში ეს განვიხილოთ. ასე რომ მოემზადეთ ამისათვის, ასევე მომავალ კვირას შევდივართ უკვე გადავდივართ მათეს 21 თავში და ჩვენ დავიწყეთ უფალი იესო ქრისტეს ვნების კვირის განხილვას, როდესაც ის უკვე ჯვრისკენ მიიწევს, ასე რომ წინ ჩვენ დიდი დღეები გველოდება. მოდით ახლა და ყველანი ფეხზე ავდგეთ და ვილოცოთ. მამაო, ჩვენ მადლობას გიხდით, რომ ჩვენ შევძელით ერთად გაზიარება, ისე როგორც საეკლესიო ოჯახმა, რომლებიც ენდობიან ერთმანეთს. და გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. რაც უნდა თქმულიყო და რა პასუხებიც უნდა გაგვეცა. ასე რომ მამაო, ჩვენ ლოცულობთ, რომ კიდევ უკეთესად გავიგოთ თქვენი სიტყვა, თქვენი ჭეშმარიტება, თქვენი მიზანი, ჩვენი ეკლესიისადმი. თუ რა არის თქვენი ნება და თქვენი გზა ჩვენ ცხოვრებაში. უფალო გთხოვთ, რომ ვიცხოვროთ ისე, რომ მივიღოთ დიდება და განვადიდოთ შენი წმინდა სახელი. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იესო ქრისტეს გულისათვის. ამინ.